საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხრუშოვკებს ემშვიდობება ძველი ამორტიზირებული კორპუსების ნაცვლად იგეგმება ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ინიციატივა საკრებულოს ეკუთვნის. ცნობილია პროექტის ღირებულება 600 მილიონი ლარი გაფორმებულია მემორანდუმით გაერთიანებული საიმიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგთან, თუმცა იდეის განხორციელების კონკრეტული გზები უცნობია. რა ბედიელით ხრუშოვკის ბინადრებს და რას ფიქრობს საზოგადოება? ნათია სონღულაშვილის რეპორტაჟი. რაბედიელის ამ ავტომობილს ეს ჯერ უცნობია, ასევე უცნობია ისიც ჩაეთვლებათ თუ არა ფარჩი ეგრეთ წოდებულ ხრუშოვკის ტიპის სახლებში მცხოვრებ ოჯახებს მიშენება. თბილისი ეგრეთ წოდებული ხრუშოვკების გარეშე 600 მილიონიანი ინვესტიცია და 800-მდე საცხოვრებელი ბინის აშენების პირობა. საზოგადოების აზრი ორად იყოფა. ინიციატივა მოსახლეობის ნაწილისთვის მისაღებია, თუმცა გარკვეულ საფრთხეებსაც ხედავენ. შენდება ძალიან ბევრი და უხარისხო. უხარისხიანად აშენდება და საფუძვლიანად გაკეთდება. ყველაფერი რატო არ მივესალმები ნამდვილად. ძალიან ცუდი პროექტი იყო და ძალიან ცუდი სახლები იყო, პატარა და ეს. ეხლა ისეთი კარგი, რა ვიცი, ისეთი კარგი პროექტი და რაღაცები შეიმუშავეს, რომ მე მგონი, რომ რა ვიცი, მე მგონი კმაყოფილი უნდა იყოს ხალხი. მეორე ნაწილი კი პროექტის განხორციელებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. Რამდენი მოსახლეობა გარეთ დარჩეს, იმიტომ რომ ვინმეს იდეა გაუჩნდა სახლი დაანგრიოს და უფრო კაია სახლი ააშენოს, ცოტა საეჭვო არის. არ მაწყობს, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ ვიცით პირობები, რა პირობებს გთავაზობენ. შემდეგ გადასვლას ასეცვლებას დიდი პრობლემები მოსდევს თან. ეგრეთ წოდებული ხრუშოვკის ტიპის კორპუსების დანგრევის იდეა არის, თუმცა პროექტი და კონკრეტული კონცეფცია არ არსებობს. მერიაში კორპუსების დემონტაჟის განხორციელებაში ეჭვიეპარებათ. ნიკა მელია ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მემორანდუმი გააფორმა, რომლის შინაარსიც მის გარდა არავინ იცის. მოაწერეს მემორანდუმის ხელი და თან დააყოლა, რომ ინვესტორი ითხოვს პროექტის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან ფინანსურ გარანტიას. აი ეს სრულიად გაუგებარი არის, რა გარანტიაზეა საუბარი, რამდენად აწყობს ეს სახელმწიფოს. მე პირადად ძალიან გამიხარდება, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. დღეს ირაკლი შიხიაშვილი კომენტარს აღარ აკეთებს, განცხადება არ გააკეთა მისმა მოადგილემაც. გიორგი მუსხელიშვილი შიხიაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტის დეტალებს არ იცნობს. დაწყებამდე პროექტი ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, თუმცა არც ერთი უწყებისთვის კონკრეტული გეგმა ცნობილი არ არის. იუსტიციის მინისტრი საცხოვრისის პრობლემაზე საუბრობს და ინიციატივასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა უჩნდება. დემონტაჟი მარტივი სათქმელია, მაგრამ რას აშენებენ იმის მაგივრად, სად მიყავთ ეს ხალხი და არის თუ არა ამის დრო, მეს მართალი გითხრათ, არ ვიცი. თავარია რას უპირებენ ამ ხალხს. იდეის დადებით მხარეებზე საუბრობენ ეკონომიკის საკითხებში ექსპერტები. ისინი ამბობენ, რომ ინვესტორის შემოსვლა სამშენებლო დინამიკის გააქტიურებასა და დასაქმების ზრდას გამოიწვევს, თუმცა ექსპერტები კონცეფციის გასაჯაროვებას ითხოვენ. თვალისწინებელია ერთი ფაქტორი, რომ ბუნებრივია ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც შემოვა ბაზარზე უნდა სარგებლობს აბსოლუტურად თანაბარი პირობით, როგორც არსებულ ინვესტორებთან, ისე თქვა პოტენციურად სხვა ტიპის ინვესტორებთან, გამომდინარე იქიდან, რომ არ იყოს თქვა არათანაბარი კონკურენციის პირობები. თავარია რა იქნება აი კონკრეტული დეტალები, როგორ იქნება იმ ადამიანებთან მიდგომა, რომელიც დღეს ცხოვრობენ ამ ხრუშოვკებში, რომელიც უნდა დაინგრეს და მათ ადგილზე ახალი გაკეთდეს, ანუ როგორ დაკმაყოფილდება მათი ინტერესი. საკრებულოს თავმჯდომარე მემორანდუმი საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიციო ჰოლდინგის დამფუძნებელთან გააფორმა. სალიმ უმაიდ საიფი აცხადებს, რომ პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში სამუშაო 4 თვეში დაიწყება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში მაქსიმალური აქცენტი იქნება გადატანილი იმაზე, რომ დასაქმნეს ადგილობრივი კომპანიები, დასაქმნენ ადგილობრივი მწარმოებლები. ქართული მხარის თანხმობით სადვართ 800-მდე თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლი ავაშენოთ. ეგრეთ წოდებული ხრუშოვკის ტიპის საცხოვრებელი კორპუსების დემონტაჟის თემა წლების განმავლობაში აქტუალური იყო, თუმცა როგორც აცხადებენ, სირთულის გამო პროექტი ვერ განხორციელდა. რა მოხდება დღეს, დაინგრევა თუ არა ეგრეთ წოდებული ხრუშოვკები, კვლავ გაუგებარია.